Თურფასო მეგობრებო, ეს არის ჩვენი განაცემის სტუმარი გია ჭანტურია. გამარჯობა გია. გამარჯობა, ჩათულობაზე ყველა გქონდა პრობლემა. გადაცემის წარმოდგენია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. ვიქტორ მე ახლა ისე ვარ ცოტა ხალხი და შენ რაღაცნაირი აი მე მგონი რაღაცა ჯობდა რომ აი რაღაცა ხალხი და მოსულიყავი რა იმიტომ რომ და ზოგადად მადლობები რომ გადამიხადო ბევრი თუ შეიძლება რომ მიწვე უკვე ვერამდენები მადლობა მე ბევრჯერ წინა წელს გადამიხია შენთვის მადლობა მადლიერება ეგ იყო ყველაზე მაგარი ეხლა გავუშვით ვიდეო სადაც მადლობებს უხდი ბევრს და შეგარცხვინო ხო და ზოგადად მე მგონი ეს მადლობების გადახდა ოლიგარქებს ოლიგარქებს მონაცვა არ მგონია თქო სწორი იყოს მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში დიდარ ხალხს უყვარს ხო მადლობა ვიც ფულს იხდის იმას უყვარს მადლობებს უცე ხვდებიან მაშინაც კი როცა ფულს აიხდიან მაშინაც მოწონ და ასე შემდეგ ნუ რა ვიცი ხა იმას თუ გავითვალისწინეთ მე მახსოვს მაგალითად აი გამოფენა იყო ბიძინას სურათების. აუ რა მაგარი იყო ეს. აი ამაზე მაგარი არ არსებობს და ყველა ის ადამიანი ვინც წინა ხელისუფლებას ადანაშაულებდა რომ ის შექმნილი ყავთ რაღაცა ხო რაღაც ისინი ბელადი ყავთ აი ყველა ის ადამიანი იდგა და ღმერთო რა პუტვა დიდი მადლობა რომ არსებობს და რაღაც ეს იძახე და ანუ ეს ის ხალხი რომელიც დღეს აქციებზე დადის ნაწილი კი ნაწილი დადის მაგრამ ნაწილი ისე ვაკებს იმიტომ აი აქციის დროს ძალიან უცნაური ხალხის შემხედრია ხო აი მაგალითად ერთმა ისეთმა მითხრა რომ რა დღეში ვართო ხო მე გულო ჩემი ბრალი რომ ეკითხეში ისე მითხრა და ხო აი ეხლა ხან უნახე ტელევიზორში პირიქით რაღაცებს იძახ ეხლა ხან აი სულ რამოდენიმე ხნისი ძალიან მაგარი იყო ერთი ადამიანი რომელიც წინა ხელისუფლებამ დაიჭირა ბრალდება ქონდა სამშობლოს ღალატი კი ნუ რაღაც საწინააღმდეგო ჯაშუშური ქმედებების რაღაცებში და ქართული ოცნება რომ მოვიდა თქვა რომ ეს პატიოსანი კაცი როგორ დაიჭირეთ თქვენ დამპლებო თქვენ გათახსირებულებო და რა თქმა უნდა გამოუშვეს როგორც პოლიტპატიმარი და ის ადამიანი დღეს იდგა იქ აქციაში და ქართული ოცნების პროპაგანდა მოღალატე მათ გვერდითაა თავის გამოუშვებული თვითონ თუ მოღალატე იყო რატო გამოუშვით აი თუ არ იყო და თქვენ გამოუშვით კაცი რომელიც ციხიდან გამოუშვით ისიც რომ თქვენ წინააღმდეგა ესეც ხო ცუდია თქვენ აი ანუ ორივე შემთხვევა არის თქვენთვის ცუდი მაგრამ ამას მაინც ყიდიან ისე რომ ეს არის მათი გამარჯვება მოღალატეებიც არ დგანან კი არა ხო თან არის იცი არ არის გამოსავალი აი არ არსებობს რაც მათი პროპაგანდა რატოა პროპაგანდა რასაც გინდა ემოციურად ყველაფერს მოღალატეები მის გვერდით დგანან ფორჩა და გათავდა აი ხა ნებისმიერი ადამიანი მაგალითად ხო შეიძლება რომ აი სიტყვაზე ილია ჭავჭავაძე ან გააშავა აი პროპაგანდა ხო ეგეთია გაშავა ანუ აი ვიკაცების მიმართ თუ სტალინი რო ყოფილიყო ილია იმანა თქვა ხო ჟავალაძე იძახდა რომ დიდი სტალინის დამსახურებაა რომ ილია ვიცით ვინ არის აი როგორ გინდა ნახე ისინი იყვნენ ერთ ფრაზას პროპაგანდის სულს მაგრამ ისეთი ეს ფრაზა რომ ეს რო უარყო ამაზე ძალიან ბევრი ლაპარაკი გიწევს ხო ეს ამის ახსნა და იქ აგებ რა მე ფაზა თქვა მორჩა და შენ უნდა მთელი ნარკვევები წერო და რაღაცა რომ ამტკიცო ეს ყველაფერი აი მან უკვე წაგებული ხარ აი მაგალითად ხო ილია ჭავჭავაძე რომ სასწავლო პროგრამიდან ამოიღონ ქოცებმა აი შენ რო ქოცი იყო როგორ იტყოდი ახლა როგორ გაამართლებდი ამ საქმეს სასკოლო პროგრამაში ის ნაწარმოებები რომლებიც შეტანილია საკუთარ რთული ნაწარმოებებია ამიტომ ბავშვი როცა ეცნობა ამ ნაწარმოებებს გარკვეული ანტიპათია უჩნდება ილია ჭავჭავაძე რაც დაუშვებელია ხო ამიტომ ჯობია არ რომ მას ეს ანტიპათია არ გაუშვეს როგორც ვეფხისტყაოსანზე სხვადასხვა ზიზღდებათ ბავშვებს ვეფხისტყაოსანი საპიროები და ისინი იმიტომ არის ისიც მოსაშორებელი იქიდან ხო რაზეა ლაპარაკი გადავწვდი
და ესე და აი მე უკვე ცხოვრებაში ნახავენ რომ აი ვიღაცები ბიძინა ივანიშვილს ადარებენ ილია ჭავჭავაძეს დაინტერესდება ეს ბავშვი ვინ იყო ეს ილია ჭავჭავაძე ამისანა ვიდეოს ადარებენ თვითონვე მოიძიებს მოითხოვს ბავშვი რომ მასწავლეთ იყო სხვანაირად სიღრმისეულად გაიგო მეწმული ამიტომ საერთოდ არ არის საჭირო და აი ეს რადიკალები ნუ აბუქებ ყველაფერს კუდის მობმა არ შეიძლება ხო თან გია დაკვირებული ვარ რომ ანუ როგორი იყო არა აღიარეთ რომ კარგი იყო მარტო აქაურ ამბებს კი სამწუხაროდ ხო ამას გაიგებ ზუსტად იგივე ტექსტს და მე აღარ გაგეცინება თან ეს ტერმინოლოგიაც მე ყოველდღიურად ვოგონდები ანუ მათ ტერმინოლოგიაზე ხო მაგალითად ბოლოს აუკეთესო გამონათქვამები ნუ უფრო და უფრო ართულებენ რა მაგალითად სანქციები გაიკეთეთ უკან ხო არის აი ხო იცი რა არის პრობლემა ის არის რომ ვინც ეს მოისმინა მომხრეებმა მოწუნთ რა მაგრა უთხრა ესტონეთის პრემიერა მაგრა უთხრა ხედავ შენ ამას ხა იქ ცოტაში მაგრა უთხრა ამ კომენტარზე ადვილი არაფერი არ არის ხო თავიდან ვფიქრობდი გონიათ რომ იმათ ქართული არიციან არც ერთმა და ვერ გაიგებენ და არ არის პრობლემა მე ესე ვფიქრობდი თავიდან მაგრამ ნუ ხა როგორც უკვირდები მგონია რომ ეგრე არ არის და აი აქაც ნახე უნდა წავიდე ცოტა ისტორიულ რაკურსში რა ვქნა ხო და იგივე ბალტიისპირული გზა ხო საბჭოთა კავშირიდან გასვლის და დანგრევის და ასე შემდეგ იყო ზუსტად გამსახურია თავარი ის რომ ბალტიური გზით უნდა წამოვიდეთ ჩვენ და ლიტვა და ლატვია ესტონეთი მათთან ერთად და ამისთვის ებრძოდა მეორე მხარე მაგალითად კობახიძის მამა იყო იმ მხარეს რომელიც ძახდა არავითარი ესტონური გზა და ბალტიისპირული გზა ჩვენ არ გვჭირდება ასე შემდეგ ხო რა იყო გზა იმიტომ არჩევნები დაენიშნებინეთ კომუნისტებისთვის მოეგოთ და გავსულიყავით ეგ იყო ბალტიური გზა და ჩვენ ესენი და კონგრესი რო არა მთელი ამბავი იყო პოლიტიკაში ვარ გადავარდებ ხო და აი აქედან გამომდინარე იმად გაასწრეს ნატოში შევიდნენ ევროკავშირში შევიდნენ ვინც მაგათ ეწინააღმდეგებოდა იმად ჯერ გადატრიალება მოხდით და ეხლა აქ ვართ რა და იმად აგილებენ გაასწრეს სამშვიდობოზე ის სამშვიდობოზე გასწრებულ ხალხს ხო აი ეს ტიპები აგინებენ ვინც არის ის პატარები ვინც ახალთ საბჭოთა კავშირში ცუდი ჯინსები იყო კაპიტალისტური და რაღაც აშინელება მით უმეტ გახეხილი ნუ სკოლაში ვერ ჩაიცვამდი გააგდებდნენ ხალხს ავიმიდან მალბორო და უცხოური სიგარეტი ნუ ეს ისეთი იყო რას ქვია როგორ უნდა მოგეწია კოსმოსი და კოლხეთი და მტკვარი და ასე შემდეგ და ნუ ფუტოს კარგად მიდიოდა ნუ რაღაც პერიოდი მერე კენტი შემოიყარა ბოლოსკენ მაგრამ ნუ ეს უკვე მერე იყო რა ანალოგიურად უცხოეთში წასვლა ისეთი ის იყო რა შეიძლება ანუ ბევრი რაღაცა იყო რაც არ შეიძლებოდა და რაც იყო ცუდი საბჭოთა ადამიანისთვის ყველაფერი აი ამ აკრძალული სიკეთით სარგებლობდა ვინ მაშინდელი კომუნისტური ელიტა გძალავდნენ ამას იმიტომ რომ შენგან გამორჩეული ყოფილიყო ცეკას მდივნების და მაგების შვილებს ეცვათ ჯინსები ეგენი ეცეოდნენ მარბოროს ეგენი დადიოდნენ უცხოეთში მაგარი მანქანები თუ მაშინდელი მაგარი მანქანები მალკიჩევი არაზმა 24-ები მაგათ ყავდა და ეს იყო დღესაც იგივე ხდება ხო ევროპა ცუდია ისო ცუდია მათი შვილები იქ არიან ჩვენ აი მაგალითად ზალადობა ხო აი სიტყვაზე შენ იზალადე ვიღაცაზე მოდის გიჭერს მაგრამ ის რო ზალადობს ხო მაგრამ ეს არის ხალხის ნება შენ არის შენ არის ეგ რა არის აი ნახე აი ადამიანი ნუ მომხრე ხო ამ ხელისუფლების რომელიც იძახდა რომ აი მაშინ რომ ჩემი ვიღაც ახლობელი ცემეს რა მნიშვნელობაა კაცო რატო ცემეს მაგრამ ის იყო ცუდი და ეხლა რომ ცემენ ეს არის კარგი და რეუნები ბჭო როგორ არის ხო თუ იყო ერთმა რომ მეორე ცემა მაშინ ეხლა რატოა რომ ამ ის ჩემიანი იყო ხო ჩემიანი შემა თვითონ თუ ჩემიანი სხვა სემს ეს ხო კაია ეს არის ლოგიკა ეგეთ ლოგიკა ნუ ეძებ რა ვიცი ლიმიტიულად აი ეს აკო იცი რა შეთან დაკავშირებით ძირითადად უფრო ხშირად აქვთ ხოლმე აი ახლა 2000-იან წლებში რომ მასანკას თამაშობდი და
ჩემპიონატზე მიდიოდი ხოლმე რუსეთში ამაზე არის ხოლმე ძირითადად აი ეს მოდება რასაც ხო მე ხო ნუ დავიწყოთ იმ პიონერის ვიყავი ხო მე კავშირელი ამიტომ რომ ხო ნუ იმ დავიბადეთ იქ და ნუ ესე იყო მე იყო რა თქმა უნდა იქაც იგივე ზელენსკის ჰქონდა არასწორი ხუმრობა ხო და მე თვითონაც ძალიან ინან ამის გამო და არ იყო სწორი ხო იმ მომენტში თუმცა ნუ ყველას აღუგლება რომ სწორი გზა დამგარება მაგრამ ეხ გამახსენდა კიევში ჰქონდა ზელენსკის ძალიან მაგარი ხუმრობა ქართველებზე რა ხო და ხუმრობა ხუმრობა იყო ეგეთი ნუ იწყებდა თვითონ გამოდიოდა და არაფერი ესე ძალიან ყოველგვარი იუმორის გარეშე დაიწყო ჩამოთვლა რომელი გუნდი რომელს სასტუმროში გაჩერდა კიევში და თქვა რომ აი უზბეკები გაჩერდნენ სასტუმრო დნეპრში ქართველები გაჩერდნენ სასტუმრო უკრაინაში ვიღაცები სომხები გაჩერდნენ სასტუმრო კიევში და აი ეს ჩამოთვალა ერთი 7 თუ 8 გუნდი იქ ჩასული ამ დროს გამორბის მაგის ვიღაცა გუნდელი და ჩაგვეშალაო მე მგონიო პროგრამაო და რატო და გოგოებს ვეძებო და ვეპოვდა ნეტა სად არიანო და ეს შემოუწევენ ხო გითხარიო ქართველები გაჩერდნენ სასტუმრო ერთხელ სხვადასხვა მართლა ერთად მოგვიტია დალებად ის არ სვამდა ძალიან ორგანიზებული ადამიანი იყო 5 წუთიან პროგრამის რეპეტიცია საათში აკეთებდა 12 ჯერ ანუ აი ზუსტად ხო ზუსტად ეს აკეთებდა ჩვენ რა ვიცი ორჯერ ეკნახე ვარჯერ ეშონზო იტყოდა ხო აუ აღარ გვინდა რა წავიდა საუწევი მისდევდა ხოლმე ხო საერთოდ ის იყო და ხო და ზეთი ორგანიზებული ტიპი იყო ასე ხო არა კი გათხოვდა მე მახსოვს მე ზელენსკის მოგესა იურმალაში კაი ახლა მოვცილეთ ახლა პოლიტიკას ხო და ყოფით ხომ ამბებზეც ვისაუბროთ ხო მე ვიცით გიყვარს ძაღლები ხო სულ აი ძაღლები მიყვარს ყველანაირი ძაღლი მიყვარს ქუჩაში რაღაც და ვაჩეგენაცვალე მივდივარ რაღაცებს ვაკეთებ ჩემი ძაღლებიც ხო სულ მყავდა და ცნობილები არიან ჩემი ძაღლები ანუ ახლა ვინც მყავდა ახლა ესკიმო მყავდა ერთ-ერთი პირველი ხასკი საქართველოში რომელიც აი ყველა მიცოდა რომ ესკიმო და ის იყო პაროდისტი იყო სხვა გლის პაროდიას აკეთებდა ესკიმო ამ გელი როგორ აკეთებდა კიდე ეჯადა და წესიერი ძაღლები როგორ იქცევდა ესე აკეთებდა ხო საყვარელი ძაღლი იყო და ნუ მე მოხუცდა და გადაიცვალა ეხლა ფოქსტერიერი მყავს რომელზეც ბევრ იმოსულ გადაცემაში ის კადრებიც კი აჩვენეს რამოდენიმე სრული გადარეული გიჟი არანორმალური არის ხო ეს არასოდეს არ ჩერდება და საერთოდ ის ამა ნუ ძაღლები ყოველთვის ესე მიყვარდა და არის რა იცი ყველა ნუ ვიღაც ექსპერტები ძახიან რომ რაღაცებით მოქმედებს იმას სახსახად ინსტინქტი და მე ამჯერ ამისი მე დარწმუნებული რომ ძაღლები თავის ამ რეაქციებით იმედ მეტყველებია მე ესე მესმის რა მათი რომ ისე გამოხედავს ამას ნიშნავს რა ვიცი ჯერჯერობით არ შევსტავარ და ძალიან კარგად ვარ ხო და ძალიან პატარები ვართ რა ძალიან ახალგაზრდები ვართ მე და ჩემი მეგობარი და წავედით დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთ სოფელში მოკლედ რო ჩავედით იქ კაიკაცის მაგარი ბაბუა გამოვიდა თქვა და წყერების ნადირობის სეზონიაო და ხომ არ ინადირებთო ინადირებთ ახლა ასე ქვია პატარები ვართ ახალგაზრდები ვართ რა და ეს სკოლა ახალ დამთავრებული გვაქვს აი ეს პერიოდია და გამოიტანა ორი კაი თოფი ტყვიები ბევრი გილზები დაყარა და მე ახლა ვარ წამოვალ და აგირო რექსა აგიყვანთო ძაღლი განადირებდა რა ცალი თვალი არა აქვს რექსა ეთყობა მოხდა რაღაცა ერთი 10 წლის არის რექსა ორი გამოსცილი იცი ამარო ეს თქვა რომ რექსა წარუყავს რექსა ესე აწია თავი ამოდგა გაიზმორა და აი ეს გამოგხედა ესე რომ აი თქვა ხო გძნობ ამას და ეს მიდის ჩვენ წინ უკან მივიდიოს აღარ ჭალი ის იმან გზა ამას კი არ უხავს აკაზო იქ წახვავს მე არა რექსა მიცი და რომ მიდის პერიოდულად ესე შემოხედავს ხოლმე ხომოდიან აი ესენია თან ეძავება მაგრამ რო ახლა პატრონმა დაავალა რომ ბავშვები უნდა სარაჯინო წაიყვანო და ჩვენ ესე ვიდიოთ გამოვხდები გაგლებაში არა ვარ რა ხდება რა აი ვაფშე და ესე მივდივართ
ესა მიდის და უკვე ჭალაში გავიდა და ეთქო იგზნო რომ იქ უკვე დაბუდებულები ან წერი და ადგა და იმითი თავისი გამოცდილებით დადგა სოიკაზე ხო როგორც ეძახი ნაბული გააკეთა და მაგრამ ეხლა უცებ ვიფიქრა რომ ამათ იციან ეხლა რა უნდა ქნა რომ მე რო იმას ავაფრენ და ისო რა ეს ერთი ესე გამოგხედა რა და აი მახსოვს აი ეს დაგვახვარია რა აი ხელები ხო არა ფეხებია გოქი მაგრამ აი ესე გააკეთა რა ხო ხაი და კაიო და ეკლასროლეთ 47 წელი მოვიტანეთ სახში. ამ 47 წელიდან 37 ლექსამ დაიჭირა ცოცხლად. ბოლო მიხდარა ამათი შარის თავი არა მაგრამ კაი ჩაპუნტულებულები იყვნენ, კაი ხნის ჩამჯრებენ ჭალაში და აი ძლივ ვერ ფინდებოდნენ რა უჭირა და მე იჭერნა და მოქონდა ხო და ჩვენ მოვედი და ისეთი ბედნიერი იყო ბებია მეგობრის იმიტომ რომ ნახევარზე მე ტყუიები არ ქნა ხო ამოსაწი საფათი და ექსა მოვიდა იმ პატრონ შეხედა და უთხრა მეოჯი წამსვლელია აი ზუსტად ვიცი ეგ უთხრა და ამას ხო დაჯექი ექსო მივხვდი რომ ერთმანეთს უგებდნენ რა ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ თვალები აი ისეთი იყო და მე არასოდეს არ დამავიწყდება ექსა ეს გამოხედა რა ისო გამოხედა რომ აი თქვენ პატრონს აი ლაპარაკობდა რა იზარდი და აი კაი მოდი მეგრულ ამბებზე გადავიდეთ მეგრული ამბები ხო ანეკდოტები სხვადასხვა ეხლა რამდენიც მომიყოლია ხოლმე სულ მეგრელებზე მაგ ხოლმე და ძველს გავიხსენებ ერთი ორს რა ხო და აი ხა ხოდან მოდაში ეს მარკეტინგი და ხა იმას TikTok-ში იმაშორა ვიღაცებით განა თუ გინდა გაყიდო შენი პროდუქტი და რაღაცას ლაპარაკ აი ისე რაღაცებს იძახიან და სულ ფიქრობ რომ 1 3 4 კაი ნამდვილი მეგრული მარკეტინგია ამად იცოდნენ სულ მახსენდება ძველი ანეკდოტია შეიძლება იცოდე კიდევაც გოჩროყიდის მეგრელი რა გოჩყიდის მეგრელი და ნუ ახლა გოჭი ცუდი არ იქნება მეგრელს ხო და ნუ ვიღაც მივადა ხო იცი მყიდველი ყოველთვის პრეტენზიულია და რაზეო გაზდილიო და ახლა მეგრა სიმინძეო უთხრა ის კლიჩეჭელა მარტო სიმინძე და აპაპაპაპა რა სიმინძე გაძისო არა აქ ბილი ხორციო და გაგი მარკეტინგი ჩართო უცებ და მეორე რომ მოვიდა რაზია გაზილიო და ავით ეგ ყველაფერს ჭამსო ხო იცითო გორიო გოჭიო თავისებური ისე ყველაფერს აპაპაპა ყველაფერსო ჭამსო ისეთიო მე ბავშვებისთვის მინდაო და ამია წავიდა ну მესამე მოვიდა ჩართვა კიდე მარკეტინგული უსლები და მოიფიქრა და მივიაბა რასაც ჩვენო ოჯახში მივიქრე იმას ჭამსო ესა აპოიო ადამიანია საჭას იმას ჭამსო გოჭიო ის არაფრითო ჩვენო არ გამოგვადგებაო და წავიდა და მეოდის მეოთხე იო კაი გოჭიკია მაგრამ რაზია გაზრდია საჭმევდით არ ვიციო უთხრა ყოველდღე 5 ლარიანს ვაძებდი დიდოდ მიდიოდა ჭამო 5 ლარ ვატანი კიდონი შედა სამიდო ეგეთი კიდონ აკმოვანდა გაია 5 ლარ მიდიოდა ჭამო ხორა მოიფიქრო ძველია რა ეგეთი ხო და საერთოდ აი იმაზე ნაღდი ამბავი არის ჩემი სოფლიდან ორ კაცმა აი 70-იანი წლებია და მაშინ ესე იყო ხოლმე რომ პროდუქცია ზოგი მანდალინ ზოგი თხი ზოგი იმას დატვითავდნენ რაღაც იმაში რა ქვია ვაგონში რაღაც ჩადებდნენ და აუშვებდნენ მე სადმე რა ვიცი საბჭოთა კავშირში რომელიღაც არ ვიცი ქვეყანაში ან ხო უკრაინაში ძილოჩილოეთში იმიტომ რომ ხილი იქ ჭირდა და იქ მე ყიდნენ რა კარგად და ცოტა სარისკო იყო მაგრამ ერთმა უთხრა მეორეს რომ მოდიო სო კაცო ხურმა გავიტანოთ მეო თავთვალეო ერთი კვირა უნდაო რომ ჩავიდესო რუსეთის რომელიღაც ქალაქში არის მიყავდა ერთი კვირაში ჩადის მატარებელი და ისე მოვკრიფოთო რომ ერთ კვირაში დამწიფთესო ეხა ისო დევ ხო გზაში დამწიფეს გათვლილი მაქვს ხო მე და
ახლა მეგრელებმა როგორც იცი ეს ხის ყაზე ჩააფინეს ლამაზად ხო ეს გოხტად კოპციათ იმათ ამა ჩაალაგეს ეს იმაზე 1-2 მეზობლისგან კიდე დაიმატეს და ლამის ვაგონი გავსეს ჩაალაგეს და გაუშვეს ერთი კვირის თავზე გადაფრინეს თვითონ დახვდნენ და იქა და მივიდნენ და უთხრეს რომ საღაც შიხში არისო რომ მიყენებული დააგვიანდებაო ვაგონს ვაგონს მაგრამ იწირდება ბიჭო ვაგონში გადის რო და დაიგვიანო ორი კვირა და მე ჯანჯღარი მაღარებელი და რომ გადმოიტანეს ეს ბაზარზე არა მისულები აწიეს და არ არის სიმრგვალი არ არის ეს სულ არის აზელილი ერთმანეთში ხო ეს არის სწორად და გემოქე აქვს სასწაული და ტკბილია დუნის უგემრიელესია მაგრამ კიდე ფორმა არ აქვს და ამ ლაპარაკში რომ ნერვიულობენ ამბობენ იმ სიტყვას და მეგრულად ხა აიზილა არის ართო იკო ზარგანელია სუნთლად აზერილაო ხო და ზარგანელია თენა ზარგანელი ანუ აზერილია ზარგან და ამ ლაპარაკში ვიღაც სათვალებენი ქალი მივიდა უსმენს ეხა ეს სიტყვა მოკა და сколько стоит этот ваш ზარგანელიო და ეს ეხლა მეგრელი რის მეგრელია ბიჭო და მეორე სულხა გავარდინო სადმეო მაღაზიაშიო ბევრი პარტი მოიტანენ და ერთი სუპის ამოსაღები კანჩამშარო ის დროზე არ გეგონა თუ ხე შეულებრივი ზარგანელია აბა მოიარე ბაზარით უნახავო არავის არა ბატო ჩვენ გაგვე ნამდვილიო ნამდვილი ქართული ზარგანელი არისო და ამას გაასინჯა და გემოქეა სასწაული ნახევარ საათი იგი დგა ეწყვილი და ზარგანელი ნახტაიოში მასში იგი და ერთ მორო ჩამოვიდა მეორე გვერდზე მეორეოდა და აი ბანკო მარკეტინგი მეგრული მარკეტინგი და TikTok-ზე ვიღაცა იცით რა მე მგონია რომ აი ეს მესეჯის გაშვება რომელიც მე ფიდბექი და რაღაც შვილო ფიდბექი უყურე გადაცემა ფიდბექი და მე წამოსული იმითი გარკვეული პერიოდი დაჭირდება რომ გაჯდეს გარკვეული რაღაც ლაპარაკი მარკეტინგული სლები რა კაი გავაგზავნოთ მეგრული თემა მეგრული ეხა აი საერთაშორისო ასპარეზი მეგრული ძველი ანეკდოტები მახსენდება ვინც იცის მაპატიეს მაგრამ მიყვარს ეს ანეკდოტი საოცრად ცნობილი იაპონელი რეჟისორი აკირა კუროსავა ჩამოვიდა მართლა იყო ჩამოსული კაცი ხო და ჩამოვიდა თბილისში იყო და აი ეს ხალხი ესე ვაღე და მოშორებით ერთი კაცი დგას და ესე უყურებს ბედნიერი ვარ რომ ჩემიო მამული შვილიო და ჩემი კუთხის კაციო ამ ხელა წარმატებას მიაღწიეთ და მეგრელი კაციო ამ იაპონია დაიწყა მსოფლიო თქვენ რეჟისორი თუ არა მომხო რა სამეგრელო რა მეგრელი როგორ პულოსავა ლაბარყავა თუ მეგრელი კუროსავა აბა რა არისო და თან აკირაო კაცო აგერ მე მამზე აკირა გიო ჰა შონია აკირა შონია არ ჩერდება ეს მეგრელი მობეზრდა ამ აკირას უკაშრო ხა მეგრელი ჩემტერს ხო არა კიდე თუ არა კიდე მეგრელი ყავა ხო უთხრა აი მეგრელი ვარ ეხა მართლა ამაღლა არ ვიძახიო მაგრამ მეგრელი ვარ მეგრელი ეხა ეს რა მეგრელი ხარ ეს აბა ვიყავს ეგეთი აკია კურასავა სულია თუ ცრავია მაჯი სამეგრელოში ძალიან მაგარი იუმორი რა ძალიან მაგარი კაცი იყო ჩვენი ნათესავი და ახლობელი და მიუხედავად იმისა რომ რეიგანი ძალიან უყვარდა მაინც სტალინის სურათიც ჰქონდა გაკრული თავის პატარა ოთახში ერთხელ მოვიდა ნაშვამი ეს კაცი ხო და ნახევარ ხუმრობით რა თქმა უნდა და სტალინის სურათის წინ დადგა და ლექსი თქვა მეგრულად სტალინზე ვაშექსულეს ჯიმა სოსოს კანდო ჩქიმინას ხუნარის იდუც შეწი სამშობლოს და მახოლე ვავარი ჯგიოა ქართულად ვიყი ახლა არ შეგვისულდა ძმაო სოსო ჩემი და შენი ჩანაფიქრებიო შენ თავის შესწიე სამშობლოს და
მე საცხა ვერ ვარ ხავი კარგად. წავიდე დაიძრა. ეს თქო მარტო მარიცოდა ვინმე უშენდა. არა თქო ეს ხავი კარგად წავიდე დაიძრა. ძალიან დიდი მადლობა გია რომ მოხვედით ჩემთან გადაცემაში სტუმრად. წარმატებები გია ჭანტურია იყო ჩვენი გადაცემა მადლობა გია. გადაცემის წარმოდგენია PSP